კაცი სოციალურ ქსელში არასრულწლოვანებს სექსუალური ხასიათის ქმედებას აიძულებდა. პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებული 14 წელს მიუღწეվել ბავშვებს Facebook-ის ყალბი ანგარიშებიდან უკავშირდებოდა, შემდეგ კი აიძულებდა სექსუალური ხასიათის ფოტო, ვიდეო გადაეღოთ და მისთვის გაეგზავნათ. კაცი ბავშვებს მასალების გასაჯაროებითაც ემუქრებოდა. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი თანამშრომელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. 19 უკრაინელი დარიალის გამშვები პუნქტის სარდაფში წელიწადზე მეტია გამოკეტილი ჰყავთ. ამის შესახებ ადვოკატი დარია სამოდუროვა წერს. უფლებადამცველის ინფორმაციით პატიმრები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. დაკავებულები ჯერ რუსებმა გაიტაცეს უკრაინიდან, შემდეგ კი საქართველოში გამოაძევეს იძულებთ. საზღვარზე კი ყველანი დააკავეს. ადვოკატის განცხადებით ეს თავისუფლების უკანონო დახკვეთაა. გამიზნულად გავაკეთე, ჩემი სურვილი იყო ვაღიარებ. ეს განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოში როლან დავითაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გენო შარაშიძემ გააკეთა. შემთხვევა 31 მაისს მოხდა. დავითაძე ცოლ-შვილს ელოდებოდა, როცა შარაშიძემ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და 8 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.